ადამიანები ერთმანეთისგან დასვენების სტილითაც კი რადიკალურად განსხვავდებით. ზოგისათვის განტვირთვა საცურაო აუზი და ტრენაჟორებია, სხვებისთვის ბარები, კლუბები. არსებობენ ისეთები, ვისაც მაღალ ტექნოლოგიური აპარატურა სჭირდება გართობისთვის და დასვენებისთვის. დღეისათვის თბილისში უამრავი საშუალებაა კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, რელაქსაციისთვის, ან პირიქით, ადრენალინის დასაწვავად და ღამის აქტიურად გასატარებლად. ბარები, კლუბები, ღამის სამყარო. აქ ადამიანები იკრიბებიან, ვისაც სიამოვნების მიღება ურჩევნიათ ჯანსაღ ცხოვრებას და მზადაა ცეკვას და დალევას მთელი ღამე დაუთმოს. ძირითადად როცა თავისუფალ დროს დავაპაულობ, თითქმის ყოველ დღე არა, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მაინც ვახერხებ რომ გამოვიდე, იმიტომ რომ ძირითადად განტვირთვის თემაა რა. ყოველდღიური მოსაბედრებელია სამსახურის სახლი და ასე მეგობრებთან უფრო განტვირთვაა რა. მოვდივარ ნახულობ ახლობლებს. კლუბური გართობის ორგანიზატორების მთავარი საზრუნავი სხვადასხვა თემატური შოუების და ივენთების გამართვაა, რადგან ამგვარი გართობის მოყვარულ ადამიანებს, როგორც წესი, ერთფეროვნება არ მოსწონთ. ცოტაოდენი ფანტაზია, გემოვნებიანი მუსიკა, ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი და ღამის ცხოვრების მოყვარულებს შეუძლიათ დაუვიწყარი დასვენება მოიწყონ. მაგარია ცეკვა ძალიან ყველამ უნდა იცეკვოს, ვისაც გამოსდის და არ გამოსდის, მაინც უნდა იცეკვოს, ეცადოს, განიტვირთოს და გადააყოლოს სული და გული. ძალიან მაგარია. სხვადასხვა ბარებსა და კლუბებს საფირმო კოქტეილიც აქვთ, რომელსაც დაწესებულების ბარმენი ამზადებს. ჩვენთან კოქტეილები იწყება 20 ლარიდან და ახლობით მთავრდება 60-70 ლარზე თითო კოქტეილი. ანუ კარგად რო გაერთოს ახალგაზრდა და ახლობით დაჭირდება 80 ლარი. კლუბებში ძირითადად მოზარდებს შეხვდებით, ბარებში კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომლებიც დამღლელი სამუშაო დღეების შემდეგ განტვირთვას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობენ. ის ვინც ღამის ცხოვრებით გატაცებული არ არის და სურს თავისუფალი დრო ჯანსაღ გარემოში გაატაროს, საცურაო აუზი და ტრენაჟერები აუცილებლად მიიზიდავს. ჩვენს ქალაქში საკმაოდ ბევრი სპორტული კომპლექსია, მთავარი სურვილი და შესაბამისი თანხაა. აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეხვდებით, რომელსაც ზამთრის სიცივეში ცურვა მოენატრა და გართობის საშუალებად ჯანსაღი გარემო აირჩია. ძალიან შეიძლება დავდივარ საცურაო აუზზე, რადგან ცურვა საერთოდ არის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო. სამუშაო დღის მერე როცა დატვირთული გამახსოვნა, ვცდილობ ხოლმე რომ გამიტვირთო და დავდივარ საცურაო აუზზე, ვარჯიშობ ტრენაჟორებზე. რა ვიცი, ჯანმრთელობაა, ჯანმრთელი სპორტია, ყველას გირჩევთ რომ თქვენ სიაროთ ყოველ საღამოს საცურაო აუზზე, ყოველ საღამოს თუ არა, კვირაში 3-ჯერ მაინც ძალიან სასარგებლოა. Young boy, don't be late. This girl ain't really got time to wait. You think it's all for show, but this is just the only way I know. ძაფრის შეგრძნებების მოყვარულთ, ვისაც გართობა არაორდინალურ გარემოში სურს, დიდ ლაბირინთში შეხვდებით, სადაც ერთმანეთს ორი გუნდი, ლაზერული იარაღებით ებრძვის. საბრძოლო იარაღი ორი ფერისაა, მწვანე და წითელი. აქ ერთმანეთის მოკლა ერთი ადამიანისთვის მაქსიმუმ 10 ლარი ღირს. ეს თამაში ომობანას გავს, სადაც ნებისმიერი ადამიანი ადრენალინს ხარჯავს და უარყოფითი ემოციებისგან თავისუფლდება. ამ თამაში მთავარი სიფრთხილეა, მიზანი გამარჯვება, რასაც მოწინააღმდეგის მოკლით დაგროვილი მაქსიმალური ქულები განაპირობებს. მოწინააღმდეგის მკვლელობა რასაკვირველია იმიტირებულია. საუკუნეების წინანდელი დუელების მოყვარულთაგან განსხვავებით, სიცოცხლეს საფრთხეს არაფერი უქმნის. ტექნოლოგიურმა 21 საუკუნემ ვირტუალური ორთაბრძოლით ჩაენაცვლა სახიფათო მამაკაცური გართობები.